სწავლა დაიწყო აფხაზეთის საზღვართან ახლოს მდებარე ფოცხოვეწერის სკოლაშიც. წალენჯიხის რაიონის დაბაჯურის დასახლებაში, სადაც იძულებით გადაადგილებულებს სახლებით საკუთრებაში გადასცეს, სკოლის გარდა არც ერთი დაწესებულება არ ფუნქციონირებს. დასახლებაში არ მუშაობს საბავშვო ბაღი, სოფელში სამედიცინო პუნქტიც არ აქვთ. ტრანსპორტი კი დღეში მხოლოდ ერთხელ დადის. რთული საყოფაცხოვრებო პირობების გამო აგვისტოში ჩასახლებულმა 10-მა ოჯახმა დასახლება დატოვა. ჩვენს რეპორტაჟში ფოცხოვეწერიდან რა პრობლემების წინაშე დგანან ხელმეორედ იძულებით გადასახლებულები ზამთრის მოახლოებისას და დასახლება, სადაც დასაქმება და თავის რჩენა ძნელია. 18-წლიანი თბილისური ცხოვრების შემდეგ აფხაზეთიდან დევნილების უმეტესობისათვის მთავრობის მიერ შეთავაზებული პირობები მიუღებელი აღმოჩნდა. დაკანონებული ფართების დატოვების შემთხვევები სამეგრელოს რამდენიმე სოფელში, მათ შორის ფოცხოვეწერის დასახლებაშიც დაფიქსირდა, სადაც ბინები კერძო საკუთრებაში 160 ოჯახს გადაეცა. 15 ობიექტი იქნა სრულად რეაბილიტირებული, მათ გადაეცათ კერძო საკუთრებაში, 220 ოჯახი არის სულ ფოცხოში, აქედან ჩასახლებული ბოლო პერიოდში 160 ოჯახი და თბილისიდან ასევე ის ოჯახები, რომლებსაც თანხმობა განაცხადეს. დევნილებს ფოცხოვეწერში ბინები გარემონტებული დახვდათ, თუმცა უკმაყოფილება სამსახურის უქონლობასა და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებზე გამოთქვამენ. თუ აქ ჩამასახლეს, ესე იგი ეს ვიღაცის ბრძანება იყო, ხო? იმ ბრძანებებს ვთხოვ, რომ მომცეს მე ელემენტარული ან კომპენსაცია, ან სასტრაფოდ გრანტი იმისი, რომ მე შევქნა ბიზნესი. დასახლებაში არ აქვს საბავშვო ბაღი, სკოლაში მხოლოდ 9 კლასი ფუნქციონირებს. სრული საშუალო განათლების მისაღებად ფოცხოვეწერელები 5 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ჯვარში მიდიან. აქ არ მუშაობს სამედიცინო პუნქტი. უბნის ექიმი კვირაში მხოლოდ ერთხელ, ხუთშაბათობით ჩადის. დასახლებაში მხოლოდ ერთი მაღაზიაა, სადაც პროდუქტს მაღალ ფასში ხიდიან. არაფერი, ყველაფერი ძვირია, არც თანხა გვაგვაჩნია, რომ ვიყიდოთ ზუგდიდამდე რომ ჩავიდეთ 6 კილომეტრია, 6 ლარი გვინდა იქითაგეთ რომ ვიაროთ, არაფერი წყლის მეტი. საარსებო ცხარო აქ არაფერი არაა, რომ ვიშრობოთ და ჩვენ შულებს გამოადგეს და ვიშრობოთ და ვიზრუნოთ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ყობა სუბელიანი ამბობს, რომ ფოცხოვეწერში მდგომარეობა უახლოეს მომავალში გამოსწორდება. იქ არის ჩვეულებრივი გარემონტებული რეაბილიტირებული შენობები, რამოდენიმე შენობაში დასრულდება უახლოეს ერთ კვირაში დაერთების. ანუ 5 კორპუსში შუქი არის, რამოდენიმე კორპუსში, მაგრამ ეს კორპუსი რეალურად სარიელად იქ არვენ არ ცხოვრობს, სადაც შუქია, იქ ცხოვრობენ. იქ ის რახანის გახდა თემა, რომ იქ შუქი რატო არ არის, იქ შუქი არის უბრალოდ. დაერთების სამუშაოები იყო ბოლომდე მისაყვანილი და სრულდება, მიმდინარეობს ეს პროცესი. წლების წინ ფოცხოვეწერში ჩასახლებული დევნილები აცხადებენ, რომ აქ ყველაზე ძნელი ზამთრის გადატანაა. ესე პირები აქ თულია მიწა არა რომ დაამუშავო და რაღაც გააკეთო. სასოფლო სამეურნეო მიწები გადაეცემათ. თუ კი ვინმე ამას მოინტერესებს, ჩვენმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ზოგ შემთხვევაში უკანაც კი მოუღმეს, იმიტომ რომ არ იყო მათ ინტერესში. თბილისიდან დევნილების მასობრივი გასახლება აგვისტოში დაიწყო. მათ ნაწილს ბინა თბილისში, ნაწილს კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაეცა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ეკა ფუფხაძე საცხოვრებლად დევნილების ინტეგრირებული ადგილებიდან გაყვანას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. მათი გადასახლება ფოცხოვეწერში არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ ეს ის ხალხია, რომლებიც არიან ინტეგრირებულები თბილისში, რომლებიც ცხოვრობენ თბილისში, რომლებსაც აქვთ გარკვეული კავშირები, ეს იქნება სწავლა, ეს იქნება სამსახური თუ სხვა. შესაბამისად, მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი ასევე უნდა გამოძებნილიყო ან თბილისში, ან თბილისთან ახლო-მახლო. ფოცხოვეწერში დევნილების არასახელბიელო მდგომარეობაზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც საუბრობს. იყო შემთხვევები, როდესაც დევნილები არ იყვნენ ინფორმირებული საერთოდ იმაზე, თუ როდის უნდა მომხდარიყო კონკრეტულად მათი გამოყვანა შენობებიდან, ასევე არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ სად მოხდებოდა მათი გადაყვანა. ის ადამიანები, ვინც გადაყავდათ, თქვათ, სხვაგან, საცხოვრებლად, თბილისში თუ მის ფარგლებს გარეთ, მათ არ ჰქონდათ არანაირი ინფორმაცია იმაზე, თუ სად გადადიოდნენ და რა პირობები ელოდებოდათ. სექტემბრის ბოლოს დედაქალაქის დატოვება დევნილთა ოჯახებს კვლავ მოუწევთ. მათ სხვა რეგიონებთან ერთად ფოცხოვეწერში ელოდებიან.